ჩვენი შემდეგი სტუმარია მსახიობი ია შუღლიაშვილი. დიცემოია. ია ჩემო ძირფასო, როგორ გიკითხო, მადლობა მობრძანებისთვის შენ გენაცვალე. შენ გესტუმრე და დამპატიჟე შენთან სტუმრად. მართლა გამორჩეულად ძვირფასი ადამიანი ხარ შენ, შენი მეუღლე, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია და შესანიშნავი მუსიკოსი, ჩემი კოლეგა, ძმა და მეგობარი თემო მაისაშვილი. თემურ, მოგიკითხავ შენ გენაცვალე. გადავცემდი. თან რა არის, ძალიან მიხარია რომ ბევრი წარმატება მესმის ამბოლო დროს შენი როგორც მსახიობის და ესეც განსაკუთრებით მიხარია. თან ერთსაც დავძენ რომ ხოთი ბევრი სიტყვა გაცვთა დღევანდელ დღეს, მათ შორის ხოთი ლეგენდა, ლეგენდარული ადამიანი ხშირად გაიგონებ ასეთ სახელდებას და ყოველთვის შესატყვისი არ არის ხოლმე, მაგრამ ეს არ ითქმის მართლა შენს ლეგენდარულ დედაზე ინოლა გურგულიაზე, რომელიც აი დარჩა მართლაც ესეთ აი საოცარი სახელი, არამხოლოდ იმიტომ რომ გვარი არ ჭირდება, იმიტომ რომ მისი სიმღერები და თვითონ აი ის ესთეტიკა, საოცარი გემოვნება, რომელიც მის შემოქმედებასთან ახლდა, თაობები გაიზარდა მას შემდგომ და ინოლა სახელი და მისი ხელოვნება მართლაც ესე აი გაყენებულად დგას როგორც აი ეს საზომი მეტრი გემოვნების, ქართულობის და თან ევროპეიზმის ერთდროულად და აქედან გამომდინარე მინდა კითხვა, რა თქმა უნდა, ყველა ქართველის ცხოვრებაში ხელოვნებას მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენს ბავშვობაში შენთვის სიმღერასა და ხელოვნებას განსაკუთრებული როლი ექნებოდა. ამაზე მინდა კითხო, როგორ იყო შენი ბავშვობა ამ ნიშნით? სიამოვნებით გეტყვი, ჯერ მინდა მადლობა გითხრა, რომ აი ეს ჩემთვის სასიხარულოა ეგ და ძალიან ბედნიერია დღეს უკვე ძალიან მართლა ყველას გულებში შეაღწია, რასაც სულ ვნატრობდი, აი ახალგაზრდობაშიც ვნატრობდი, რომ მისი არ ყოფნით რაღაცნაირად არ ყოფილიყო დაკარგული. მაგრამ არა, აი დრო მოიტანა და დღევანდელ ახალგაზრდობას უფრო მეტად ატაცებული ყავს ინოლა და ეს მხოლოდ მაბედნიერებს. ჩემი ბავშვობა აი გაგიკვირდება და რა თქმა უნდა დახოზული იყო მუსიკით, სიმღერით და რა ვიცი მე მგონი მეც და ჩემმა ძმამ ფეხი რო ავიდგით და მე ცოტა წლისამ და დათო 10 თვისა უკვე რაღაცებს მღეროდით, როგორც ვიცით გადმოცემით. ხო და მერე ჩვენი მუსიკალური აღზრდა დაიწყო ხალხური სიმღერებით. და ოჯახში ესე სამხმაში მღეროდით, მამაც გვეხმარებოდა ხოლმე და ესე მღეროდით, მაგრამ უნდა გითხრა რომ აი მე რო წამოვიზარდე და გავაცნობიერე, ძალიან ბევრი იყო ეს მუსიკა ჩემთვის უკვე და ცოტა გავანაწყენე მამაც რომ გადაუხვიე ნიჭიერთა აწლედიდან უნდა ჩამებარებინა კონსერვატორიაში და გადაუხვიე და წავედი თეატრალური ხაზით და გადაჭერი რუსთაველი და დიახ და გადმოვედი ცოტა აქეთ ამ მხარეს. ხო და ნუ მუსიკას უთან დამყვება ეს რა თქმა უნდა ოჯახის დამსახურება და აი პროფესია არ არის, მე არ ვთვლი რომ პროფესია, მაგრამ თვითონ მე პროფესიება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგის გარეშე არ გამომდის. ხო. ჩემი განუყოფელი ნაწილია. შენ უკვე წლების განმავლობაში ხარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და მართლაც არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლია შენი მონაწილეობით. რა ვიცი, ხა ისე დახასიათე, ხა ძალიან დიდი როლებიც არ მითამაშია მე თეატრში, მაგრამ რაც მითამაშია, ყველა მიყვარს და ნუ ზოგი ისე, ზოგი ასე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ზუსტად ეგეთი მომენტი იყო ბატონ თემურ ჩხეიძის სპექტაკლში ბახტრიონში, სადაც აი ესეთი ფუნქცია მერგო, რომ რაღაცა ლეიტმოტივივით გაყვებოდა სპექტაკლს სიმღერა, რომელიც დათო ტურიაშვილმა მოგვიტანა, ეს არ იყო მისი დაწერილი, მაგრამ სოფელში დადიოდა ერთი ადამიანი და მღეროდაო და ძალიან კარგად მოერგო ამას და ბატონმა თემურმაც იმას აქნა მოეწონა და ამას მღეროდით. ესეც სიმღერა იყო, უცბად გიმღერებ, ხო? ნედა დედა ჩემს ამაგიერ ქალიგი არა ქვა გავჩენოდი ან სახლის კედელს მე ჩამაკრავდნენ და ან წყლის ნაპირას მე ვეგდებოდი თავისი შინაარსით იყო ძალიან დრამატული.
და ეს იყო აი ბრძოლაში რომ მიდიან უკვე კაცები და ის ლუკიდან უნდა ამოვსულიყავი და ეს ნელ-ნელა ვიწყებდი ამას ასე ვთქვათ მარტო ყველაფრის გარეშე ვიწყებდი ამ სიხე უკან ფუსფუსი იყო რაღაცა და ეს უნდა მემღერა და ყოველ ჯერზე მიწევდა ლუკში ჩასვლა ხო და ჩვენთან არის რომ საგრიმიოროდან ჯერ ერთი კიბე უნდა ჩაირბინო მერე მეორე უნდა ჩაირბინო და მესამე კიბე მქონდა კიდე ჩასარბენი უზარმაზარი ლუკამდე რომ მივსულიყავი და მივხვდი რომ ვაგვიანებ ერთ სპექტაკლზე და დედა ვაგვიანებ მეთქი და აი თავპირის მტრევით გადავახტი 3 კიბეს 5 კიბეს რაღაცებს და უკვე ეთყვა ფეხები აღარ მემორჩილება და ბოლო კიბეზე ამიცდა ფეხი და გავიშხლარდე და გადავიტყავე ყველაფერი და ისე ამეწვა ისე მეთკინა მაგრამ აი ვიცი რომ ჩემი მისია შესაძლებელი მაქვს და დავდექი ამ ლუკზე როგორც იქნა და ამოვდივარ მაგრამ მთელი სხეული კანკალებს და ეხა ხო მოგეხსენება როგორია როცა გიკანკალებს სხეული და ბგერა უნდა გამოუშვა და ასე ვტიროდი და გამოვიდა ესეთი დრამატული სცენა რომ აი რაღაცნაირად ის იყო უფრო მაყურებელი მიყურებს და იცახის რა დაემართა უბრალოდ მსახიობებს ჰქონდათ ეგ რეაქცია რომ რა დაემართავ ამ გოგოსო რა ესე შეიჭრაო როლშიო და მაყურებელსაც ძალიან კარგად იმეფია და მაგამ მომყოლაფერმა ასე რომ მე მინდოდა გამემეორებინა მაგრამ ვეღარ გამემეორე ეგ დაცემა იმდენი ვისაუბრეთ დიდებულ ქალბატონზე ინოლა გურგულიაზე, რომ რა თქმა უნდა დღეს ინოლა სიმღერა უნდა გაჭირდეს და რა სიმღერას შეგვისრულებთ დღეს ჩვენ შოუში. მე დღეს შევასრულებ ინოლას გამორჩეულ სიმღერას და იმიტომ რომ ძალიან უყვართ ახალგაზრდებს და ძალიან მახარებს ეს ამბავი და მე ჩემებურად ვიმღერებ სიმღერას ქვია სიზმარია. ძალიან დიდი მადლობა გია. Maria, rames maneva Micharia, gushi menateva maze Klavi, chemskena gada mokhriri roa Kdo savit churchulebshe Nu zahvala genacvale, nu zahvala se male, nu zahvala genacvale, to savit me mudare biše, Siza Maria, rames maneva ne dava sadacha. Tu gagondeva shora gazab khulis vagiroa istre bednier